რომ თუ ვინ არის ის, ვინც არის ეკლესიის წევრი და რატო გამოვყავი ეს თემა დღეისათვის, რომ ზოგადად ყველა საეკლესიო კანონი, რაც კი არის დაწერილი, ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, უფლებამოსილია, უпростоრად ძალმოსილია იმ ადამიანებზე, ვინც არის ეკლესიის წევრი. ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიის წევრი, მასზე ვერცერთი საეკლესიო კანონი ძალმოსილი ვერ იქნება. აი ძალიან მოკლე განმარტებას გავაკეთებ, თქვა, როგორც საქვეყანაში ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობა, რასაც სახელმწიფო იღებს, ყველა ეს კანონი ძალმოსილია იმ ქვეყნის მოქალაქეზე. მაგალითად, საქართველოში მიღებული ესა ის კანონი ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს, ვთქვათ, ამერიკის ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს, ის ამას არ ექვემდებარება. აი ეს პირობითად რომ მოვყვანო, ვთქვათ, მაგალითისათვის. შესაბამისად, ჩვენ მე მინდა დღეს გესაუბროთ, ვინები არიან ეკლესიის წევრები, ვინ მოიაზრება ამაში. კანონიკური, ასე ვთქვათ, სამართლის სპეციალისტებთან, მეცნიერებთან, ესე ვთქვათ, პირობითად სამი რანგია გამოყოფილი, ვინც არის ეკლესიის წევრები. დავიწყოთ ქვემოდან, ესე ვთქვათ, ეს პირველი არის ერის ადამიანები, ანუ მორწმუნე საზოგადოება, ვინც ხდება ეკლესიის წევრი. შემდეგ ამ მორწმუნე ადამიანებში ხდება გამოყოფა ცალკე, ასე ვთქვათ, კატეგორია ადამიანებისა, რომელიც განსხვავებული ცხოვრების წესს მისდევს და ამაში იგულისხმება სამონაზვნო დასი და მესამეს გახლავთ ეკლესიის მმართველი ორგანო, ანუ სამღვდელო იერარქია. სწორედ თითოეული მათგანის, ასე ვთქვათ, უფლება-მოვალეობებზე გვექნება ჩვენ დღეს საუბარი კანონიკურ ჭრილში. ეს ძალიან ფართო თემაა, ზოგადად შეიძლება ერთი სემესტრიც კი წავიკითხოთ ყველა მათგანზე, მაგრამ მე შევეცდები ძალიან მოკლედ და ძირითად დეტალებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. პირველი დავიწყოთ ერის ადამიანების მდგომარეობაზე. ზოგადად რით ხდება ადამიანი, რა საშუალებით ხდება ადამიანი ეკლესიის წევრი, როგორ უერთდება ეკლესიას და რა უფლება-მოვალეობები ეკისრება ერის ადამიანს ეკლესიაში. ეკლესიის წევრობა, მოგეხსენებათ, ხდება მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, ამის ეს არის ნათლობა. მე ახლა ნათლობის ლიტურგიკულ მხარეზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ამაზე სხვა მოხსენებლებიც უკვე ისაუბრეს ვიცი და კიდე იქნება ამაზე ყურადღება გამახვილებული. მე ვეცდები მხოლოდ და მხოლოდ რამოდენიმე კანონიკურ დეტალზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რასაც უშუალოდ კანონიკა შეისწავლის აი ამ მიმართულებით. ეკლესიის წევრობა, ანუ გაქრისტიანება ხდება ნათლობის გზით, თუმცა მე შემდეგ შევეხები, რომ კიდე წყალებში რო ვთქვათ, რა ალტერნატიული გზები არსებობს გარდა ნათლობისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს, მაგრამ აი თვითონ ნათლობასთან დაკავშირებით, რომ ვიცოდეთ, რა ასე ვთქვათ, კანონიკური ნორმები არსებობს, ვთქვათ, ისტორიულად რა იყო და დღეს რა არის. პირველი, ანუ როგორ უნდა მოინათლოს ადამიანი და რა წინაპირობა ახლავს ამას. მოგეხსენებათ, ეკლესიის პირველ სამ საუკუნეში არსებობდა ეგრეთ წოდებული კათაკმეველთა ინსტიტუტი. პირველი პირობა იყო ეს. ვინ იყვნენ ეს კათაკმევლები? მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს ეს სიტყვა კატეხუმენედან, რაც კატეხუმენი ნიშნავს კატეხოდან მოდის უბრალოდ ეს სიტყვა, რაც ნიშნავს ჩაძახებას, განსწავლას ადამიანის. და რატო ეწოდებოდა აი ამ ადამიანებს, ვინც ემზადებოდა ნათლობისათვის, კათაკმეველი, ანუ განსწავლადი ადამიანები. რატო შემოიღო ეკლესიამ ეს ინსტიტუტი? მოგეხსენებათ, როდესაც მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება ქრისტიანული სწავლამოძღვრების გავრცელება, პირველი ნაკადი, ვინც გაქრისტიანდეს, იყვნენ ზრდასრული ადამიანები, ძირითადად ან იუდეველობიდან, ან წარმართობიდან მოქცეული ხალხი. ასე ვთქვათ, ბავშვების ნათლობა ჯერ ესე პრაქტიკაში არ იყო შემოსული და ბუნებრივია, ხა ბავშვები როგორ მოინათლებოდნენ, თუ ჯერ ზრდასრული ხალხი არ იქნებოდა მონათული, ანუ მათი მშობლების, ასე ვთქვათ, თაობა. და რატო ჩათვალა ეკლესიამ კათაკმეველთა ინსტიტუტის დაწესება? ხა საქმე მოციქულთას თუ გადავხედავთ, იქ პირველივე თავებიდან ჩანს, რომ პავლე მოციქულის პირველი და მეორე ქადაგების დროს ჯერ 3000 ადამიანი ინათლება, მე კიდევ 5000 ადამიანი იმართლება და რაღაცა ამ ორი დღის განმავლობაში 8000 ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი პირობითად, იქ რა ციფრებიც არის მოხსენიებული, ხომ? და მათი ნათლობის წინაპირობა ხდება ერთი რა, მოციქულთა ქადაგება და შემდეგ მათი სურვილის გამო, ასე ვთქვათ, გამოვლენა. ანუ პირველი რაც არის აი გასათვალისწინებელი, რომ ადამიანის თავისუფალი ნების გარეშე არ შეიძლება ადამიანი მოუნათლოთ. ვთქვათ რაღაც დაშინები, ძალდატანები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სურვილი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა,
მაგრამ გარდა სურვილისა, რა ხარვეზები შექმნა ამან ეკლესიის საწყის ეტაპზე. რომ ყველა ეს ზრდასრული ადამიანი, თქვა, მით უმეტეს ეს ყოფილი იუდეველები ან ყოფილი წარმართები იყვნენ, რომლებსაც ჰქონდა თავიანთი ისტორიული რელიგიური ტრადიციები, წარმართებს თავისი, იუდეველებს თავისი და თავის დღესასწაულები და წესჩვეულებები და ასე შემდეგ. და ეს პირველი ნაკადის ქრისტიანები, ვინც მხოლოდ სურვილით ინათლებოდა, მაგრამ ბოლომდე არ იყო გარკვეული ქრისტიანულ სწავლამოძღვრებაში, ხშირ იყო შემთხვევა, რომ ამის პარალელურად, როცა ისინი ქრისტიანდებოდნენ, კვლავ იღებდნენ მონაწილეობას თავიანთი ძველ რელიგიურ წესჩვეულებებში, წარმართები წარმართულში, ყოფილი იუდეველები იუდაურში. და ეს მერე საეკლესიო კანონებშიც აისახა ეს აკრძალვები, რომ არც უკვე გაქრისტიანებული ადამიანი არ შეიძლება იუდეველთა ან წარმართთა წესჩვეულებებს მისდევდეს. სწორედ აი ამის აღმოსაყრელად, რადგან ადამიანთა უცოდინარობით იყო გამოწვეული ესეთი დარღვევები, ამიტომ ეკლესიამ ჩათვალა საჭიროდ, რომ გარდა სურვილისა, როცა ადამიანის სურვილს გამოხატავს ნათლობის, რომ ისინი გარკვეული პერიოდი მოამზადოს, ანუ განსწავლოს ქრისტიანობის ძირითად საფუძვლებში და მერე მოხდეს მათი ნათლობა. შესაბამისად, რადგანაც ჩამოყალიბდა ეკლესიაში აი ეს წესი, რომ ადამიანები ჯერ უნდა განისწავლონ, მოემზადონ ნათლობისათვის, აი ეს განსწავლის პერიოდი იყო კატეხიზატორობის პერიოდი. ამიტომ ეწოდებოდა აი ამ ადამიანებს, ვინც უკვე ნათლობისთვის ემზადებოდა, კათაკმევლები, ანუ განსწავლადი ადამიანები. კათაკმელობის პერიოდი საშუალოდ გრძელდებოდა 3 წელი, საშუალოდ. ეს მეტნაკლებად დამოკიდებული იყო თვითონ აი ამ მოსანათლი პირის სურვილზე და ასე ვთქვათ, სწრაფვაზე. თუ ეხლა ადამიანი გარკვეულ, ასე ვთქვათ, გულგრილობას ავლენდა აი ამ კათაკმელობის პერიოდში, შეიძლება არათუ 3 წელი უფრო გახანგრძლივებული იყო მისი ნათლობის სათვის მომზადების პერიოდი. ხოლო თუ უფრო, ასე ვთქვათ, გულმოდგინე იყო, შეიძლება შემოკლებული იყო კიდეც. როგორც წესი, ამ კათაკმელობის ინსტიტუტს კურირებდა ეპისკოპოსი, ძირითადად ეპისკოპოსები განსწავლიდნენ მათ, მაგრამ ან კიდევ მათ მიერ წმუნებული სასულიერო პირები, დაბალი იერარქიული სასულიერო პირები, მღვდლები ან დიაკონები. ძირითადად, ასე ვთქვათ, მღვდლები. და როდის ხდებოდა საჯარო ნათლობა კათაკმევლებისა? აი ამ 3 წლიანი განსწავლის ვადის ამოწურვის შემდეგ. დიდ მარხვაში, დიდი მარხვის, დიდ შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღეს. და აქ რა არის პრინციპული? მიუხედავად იმისა, რომ მე როდესაც უკვე ბავშვების ნათლობა შემოდის პრაქტიკაში მასიურად უკვე მე-4-მე-5 საუკუნეებიდან, ნელ-ნელა ეკლესიაში კათაკმევლობის ეს ინსტიტუტი უკან დაიხია და საერთოდ პრაქტიკიდან გაქრა. რადგანაც შემცირდა უკვე ის ზრდასრული ადამიანების ნაკადი. იმიტომ ყველა უკვე გაქრისტიანებული იყო და ფაქტურად ბავშვები უკვე ქრისტიანულ ოჯახებში იბადებოდნენ და უკვე მშობლები ბავშვობიდან ნათლავდნენ მათ და ეხლა ბავშვს კათაკმევლად ვერავინ დააყენებს, ხომ? ამიტომ ნელ-ნელა პრაქტიკიდან გადავიდა კათაკმევლობის ინსტიტუტი, თუმცა აქ უნდა ითქვას რა, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ჩვენ კათაკმევლობის ინსტიტუტი ოფიციალურად აღარ გაგვაჩნია ზოგადად მართლმადებელ ეკლესიას, მაგრამ თუნდაც ცალკეულ შემთხვევაში, როცა დღესაც ზრდასრული ადამიანი მოდის რომ მოინათლოს, აუცილებელია მისი ნათლობისათვის მომზადება. რა თქმა უნდა, აქ არ არის აუცილებელი, რომ 3 წელიანი ვადა იყოს მისი მომზადებისათვის, მაგრამ ან ადგილობრივი ეკლესია ადგენს გარკვეულ რეგლამენტს თავისი მართვა-გამგეობის დებულებით, რომ თქვათ, ერთთვიანი, სამთვიანი, ნახევარწლიანი, ერთწლიანი მომზადება იყოს ნორმა დადგენილი ეკლესიაში, ან შეუძლია ცალკეულ ეპისკოპოსმა თავის ეპარქიულ დონეზე ეს კურთხევა გასცეს ინდივიდუალურად. ყოველ შემთხვევისთვის ეს პრინციპულად გასათვალისწინებელია, რაც სამწუხაროდ ჩვენ დღეს საქართველოს ეკლესიაში ეს პრაქტიკა არ გვაქვს, რომ ზრდასრული ადამიანი არ შეიძლება ნაუცბათებლად მოინათლოს, უბრალოდ სურვილი გამოხატა, მოვიდა და ეგრევე ვნათლავთ. ხშირად ესე ხდება ხოლმე. წესით რომ მოხდეს მისი მომზადება, ანუ ახსნა ადამიანისათვის, თუ რა არის ქრისტიანობა, რა მოვალეობები ეკისრება და თუ ის ამ ყველაფრის შემდეგ თანახმა იქნება, მე უნდა მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, ნათლობა. რაც შეეხება ასაკს, მე წაღან გითხარით, რომ აუცილებელია ადამიანმა თავისუფალი ნება გამოავლინოს. ხლა ლოგიკური კითხვა გაჩნდება, რომ და ბავშვებს რომ ნათლავთ, იქ საჩანს მათი თავისუფალი ნება და შემთხვევით ხო არ ხდება ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზეწოლა, მათი, ასე ვთქვათ, ხელყოფა, მათი თავისუფალი ნების, იმიტომ რომ როცა გაიზრდება ჩვენ რა ვიცით, ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე რაშია, რომ ბავშვების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მათ ხორციელ მშობლებს, ანუ მათ სურვილს ენდობა მღვდელი. ესეც იმ შემთხვევაში, როცა თვითონ მშობელი არის გაზრებული ქრისტიანი.
და რატო ეს გამონაკლისი დაშვებული? გამომდინარე იქიდან, რადგანაც ეკლესიას ესმის თუ ნათლობა რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, ანუ ეს არის სულიერი შობა, რის გარეშეც ადამიანი ეკლესიის წევრი ვერ გახდება. ამიტომ შობლის სულზის საფუძველზე უკვე საგანმანათლებლად მიაჩნია ეკლესიას, რომ ბავშვი მონათლოს. აი მოდი ესეთ მაგალითს მოვყო, პატარა გადახოვას გავაკეთებ, რომ მაინც ეს კითხვა რო არ გაჩნდეს, მაინც ხო არ არის აქ ბავშვის უფლების შეზღუდვა. და ხო არ ჯობია რომ დაველოდოთ ადამიანი გაიზარდოს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოინათლოს თუ არა. ნუ ეს ლოგიკაც არის რა თქმა უნდა, მაგრამ სიტყვაზე ბავშვი დაიბადოს თუ არ დაიბადოს, ჩვენ ხო ბავშვს არ ვეკითხებით. ანუ ამაში გადაწყვეტილებას იღებს მისი ხორციელი მშობელი, ამ შემთხვევაში დედა უფრო უპირატესად. და იურიდიულად, ანუ სამართლებრივად ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებთ, ანუ შვილი ვერ დაადანაშაულებს, რომ რატო გააჩინა ის ამ ქვეყანაზე. ზოგჯერ გაბრაზებულ გულზე ამასაც აყვებიან, მაგრამ ნუ სამართლებრივად მშობელი ამის გამო რაიმე სასჯელს არ ექვემდებარება. გარდა ამისა, როცა ბავშვი იბადება, სანამ ის სრული ასაკში მოვა, როცა მას თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება, თქვათ, მშობელი იღებს გადაწყვეტილებას, რა ჩააცვას, რა აჭამოს, რა დაალევინოს და არც ეს არ ითვლება მშობლის, ასე ვთქვათ, ბავშვის უფლებების შეზღუდვად. რადგანაც მშობელმა იცის, მისი ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე სულიერი უსაფრთხოებისათვის თუ სიჯანსაღისათვის რა არის აუცილებელი. მაგრამ რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო, ასე ვთქვათ, იზღუდება მშობლის აი ესეთი უფლებები საკუთარ ხორციელ შვილზეც. ანუ, ეხლა ძალიან შორს ვარ წავიდე მე, ვორთ ბავშვების ნათლობასთან მიმართებითაც აი ეს ლოგიკა შეგვიძლია ავამოქმედოთ, რომ რადგანმა ქრისტიანმა მშობელმა იცის, რომ ნათლობა რაოდენ მნიშვნელოვანია მისი შვილის სულიერ ცხოვრებაში, ამიტომ ეკლესიას მშობლის თანხმობა მიაჩნია საკმარისად. გარდა ამისა, იყო კიდევ ესეთი ინსტიტუტი, ეგრეთ წოდებული შემფუცებლების, ბერძნულში ამათ ეწოდებოდა ეფორკიზინ, და ანუ ეგზორცისტების ინსტიტუტი. ეს ძალიან საინტერესო საკითხია, რადგანაც დღესდღეობით კათოლიკურ ეკლესიაში ეს ინსტიტუტი დღემდე არსებობს ცალკე, ანუ სამღვდელოების ჯგუფია, ვინც აი ამ საქმიანობას მისდევს. ჩვენს ეკლესიაში ამათ ეძახიან კვეთებულის ლოცვებს და ჩვენთანაც კითხულობენ ამას საჯაროდ. ამაზეც მე მოკლედ გავამახვილებ ყურადღებას. ფაქტია, რომ კანონებში ნახსენებია ეს ცალკე ინსტიტუტი შემფუცებლების. სამწუხაროდ ამაზე ესეთი დაწვრილებითი ინფორმაცია, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესეთი დაწვრილებითი კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ აი ეს ძირითადი ინფორმაციები, რაც მოვიძიე მათზე ამ კანონების საფუძველზე, რასაც ისინი არიან ნახსენები, ვინები იყვნენ ესენი. დაზუსტებით არ არის ხაზგასმული, რომ ესენი მღვდლები იყვნენ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი სასულიერო პირიც იყო, მაგრამ ძირითადად ესენი არ იყვნენ სამღვდელო სტატუსის მატარებელი ადამიანები. არის ვარაუდი, რომ ესენი არც ქორწინებაში მყოფი ხალხი არ იყვნენ, უფრო მეტად სამონაზვნო, ანუ ქალწულებრივი ცხოვრების მიმდევარი პირები იყვნენ, მამაკაცები ძირითადად, რომლებსაც, ანუ ესენი იყვნენ განსაკუთრებულად მლოცველი ადამიანები, რომლებსაც ეპისკოპოსისაგან ენიჭებოდათ საგანგებო უფლება იმისა, რომ ადამიანებისათვის ეშმაკის განდევნის ლოცვები წაიკითხათ, შეფუცების ლოცვები. და როგორც წესი, შეფიცების ლოცვები ეკითხებოდათ მოსანათ პირებს, ვიდრე ისინი მოინათლებოდნენ. ეკლესიის ადრეულ პრაქტიკაში სხვადასხვა ცნობები გვაქვს, რომ შეფუცების ლოცვები ეკითხებოდა კათალიკეებს პერმანენტულად, აი ესე დრო გამოშვებით, აი ამ 3 წლის განმავლობაში, ხოლო აი უკვე ბოლო წელი, როცა ისინი და მომზადებული იყვნენ ნათლობისათვის, აი ძირითადად ეს დიდი მარხვა ითვლებოდა უკვე გენერალური მომზადების პერიოდად. რის დროსაც კვირაში 4 დღე იყო ლექციები, ესე რომ ვთქვათ, და მეხუთე დღეს ხდებოდა მათი გამოკითხვა ეპისკოპოსის მიერ, რა დიდ შაბათს ხდებოდა მათი ნათლობა. აი უკვე დიდი მარხვის პერიოდში ვიდრე ნათლობამდე, მათ ყოველდღე ეკითხებოდათ ეს შეფუცების ლოცვები. ჩვენ გვაქვს ლაუდიკის კრების კანონები, აი ამ სადაც მოხსენებული არიან ეს შემფუცებლები, ეს არის 24 და 26 კანონები, და 26 კანონში წერია, რომ პირი, რომელსაც ეპისკოპოსისაგან საგანგებო ხელდადება არ აქვს, ქიროტესია, ანუ კურთხევა მინიჭებული, მას ამ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა. ანუ შეფუცების ლოცვები რო წაეკითხა. თუმცა უკვე ჩვენ მე-6 საუკუნეებიდან აი ეს ინსტიტუტი ესე აღარ ხდება. ანუ მოგვიანო პერიოდის სოფლიო კრებათა კანონებში, ან თუნდაც ადგილობრივ კრებათა კანონებში შემფუცებლების ესეთი ინსტიტუტი აღარ ხდება. მე რაც წავიკითხე ინფორმაცია, რამ განაპირობა აი ამ ინსტიტუტის აღმოსავლეთის ეკლესიაში გაუქმება.
მაშინ როცა დასავლეთ კათოლიკურ ეკლესიაში შერჩა. არის ვარაუდი, რომ ისინი აი ეს მაგის განდევნის ლოცვების აი ეს უფლება სავაჭრო საქმეთ აქციეს. ანუ დღეს ჩვენ კვეთებულებს ასაც ვეძახით, რომ ხალხი იკრებება და სჭირდება თუ არ სჭირდება რაღაცა იმ ლოცვებს რომ ესწრებიან. ну ეხლა მე არ მინდა იმის კრიტიკა გამომივიდეს. მოკლედ, ეს იყო ასე ვთქვათ, განსაზღვრული ფუნქციის მატარებელი ეს ლოცვები. ეს ეკითხებოდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადად ან მოსანად პირებს, კათაკმევლებს, ან კიდევ იმ ადამიანებს, ვინცაც მართლა ბოროტის სულით იყო შეპყრობილი და თქვათ აი ესეთი ფორმით იტანჯებოდა. დღესდღეობით ეს ლოცვები მოთავსებულია ნათლობის განგებაში, რომელსაც თვითონ მღვდელი კითხულობს. ძირითადად სამი ლოცვა დღესდღეობით ესეთი შეფუცები, სადაც ყოველი ნათლობის წინ მღვდელი უკითხავს მოსანათლ ადამიანს, როგორც ბავშვს, ისე ზრდასრულ ადამიანს. ისევ ესეთი ცალკე ინსტიტუტიც არსებობდა. რაც შეეხება ნათლობის შესრულების დროს და ადგილს, ნუ დროსთან დაკავშირებით მე უკვე გითხარით, რომ ეკლესიის ადრეულ პერიოდში ეს ხდებოდა დიდ მარხვაში, დიდი მარხვის შაბათს. თუმცა როცა უკვე ბავშვების ნათლობა შემოდის პრაქტიკაში, ეს დრო უკვე განუსაზღვრელი გახდა და წლის ნებისმიერ დღეს შეიძლება ადამიანი მოინათლოს. უბრალოდ არის ერთი ესეთი ბალსამონი, აი მე-12-მე-13 საუკუნეების კანონისტი, მას აქვს კანონიკური კითხვა-პასუხები ესეთი, რომელიც მოთავსებულია ათენის სინტაგმაში. ის ამბობს, რომ დიდ მარხვაში არ არის სწორი ადამიანი მოინათლოს გარდა შაბათ-კვირისა. და თუ მღვდელი ამ ნათლობას შეასრულებს შაბათ-კვირის გარდა დიდ მარხვაში, ის ექვემდებარება სასჯელს. ნუ როგორც ჩანს, მისი ეს აკრძალვა დიდ მარხვაში ნათლობასთან დაკავშირებით შაბათ-კვირას არ მოინათლოს ადამიანი. რადგანაც დიდი მარხვა ეს არის სულიერი გლოვის განსაკუთრებული პერიოდი, რის საფუძველზეც აკრძალულია სრული წირვების ჩადარება, თქვათ, აი პირველში წირული ტარდება, ხო? ასევე იქ წერია კანონებში ლაუდეგის როჯურის წერა არ შეიძლება, დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ სადღესასწაულო ელფერს ატარებს ეს მსახურებები. აი ნათლობა, რადგანაც ეს დღესასწაულობასთან არის დაკავშირებული და შეიძლება ამას მერე პირდაპირ გაგებით სუფრაც უწოდეს. ამიტომ ეს გვარად უკვე დიდი მარხვის შეურაცხყოფასთან ასოცირდებოდა. და შესაბამისად ერთ-ერთი საფუძველი ეს იყო მთავარი, ის გამოც დიდი მარხვაში ნათლობა არ მიიჩნევს მართებულად ბალსამონი. ოღონდ რა თქმა უნდა ეს საუბარი აქვს ჩვეულებრივ შემთხვევაში და იქვე წერს ბალსამონი თუ რა თქმა უნდა მისი სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ანუ თუ ადამიანი მომაკვდავია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ საათზე შეიძლება მოხდეს მისი ნათლობა. რაც შეეხება ადგილს, ეს უკვე მსოფლიო კრების, მე-6 მსოფლიო კრების 59-34 კანონებით განისაზღვრა, 31 უფრო სწორედ, რომ ნათლობის ადგილი უნდა იყოს ეკლესია და ეკლესიაში მოწყობილი ბაპტისტერიუმი, ანუ სანათლავი ადგილი. ეკლესიის ადრეულ პერიოდში ეს ბაპტისტერიუმები ქვისგან იყო გაკეთებული, ანუ ბასეინები, სადაც მოსანათლე ადამიანი ჩადიოდა და ნათლობის შესრულების წესი არის როგორი. ჩვენ გვაქვს ერთი უძველესი ძეგლი, რომელსაც ეწოდება მოძღვრება 12 მოციქულისა, ანუ დიდაქე. სხვათა შორის ეს დიდაქე ნახსენებია ათანასე ალექსანდრიელის 39 სადღესასწაულო სიტყვაში, რომელიც ასევე ჯულის კანონშია მოთავსებული. მას პირდაპირ ახალი აღთქმის წიგნების სიაში არ შეყვას, მაგრამ ამბობს, რომ ესეთი ძეგლის არსებობს და არის სასარგებლო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორის ვინაობა არ არის ცნობილი. თუმცა ეს ძეგლი აღმოჩენილი იქნა მე-19 საუკუნეში კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი მონასტრის ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი კარდინალის მიერ. და იმ დიდაქეში ნათლობის შესრულების სამი ფორმა მოცემული, რომ ან სრული შთაფლვით, ან თავზე დასხმით, ან გამდინარე მდინარეში. კლასიკური წესი არის ადამიანის სრული შთაფლვა. ბერძნულად ნათლობას ეწოდება ბაპტისმი. სიტყვა ბაპტისმა სიტყვით ნიშნავს ჩაყურყუმალავებას, შთაფლვას, ჩაძირვას, ჩაყუინთვას, დასველებასაც კი, განბანვასაც კი. და ნათლობის აღნიშნული მეორე ტერმინი გვაქვს ბერძნულში ასევე ფოტისმა. ეს ცოტა ზემოთ ამაქვს ესენი ნაწილი. რატო ეს ორი ტერმინი? მაშინ როცა ჩვენ ქართულში მხოლოდ ერთი სახელწოდება გვაქვს ნათლობა. ბერძნულ ენაში ბაპტისმა ნიშნავს უშუალოდ პროცედურას, ანუ როცა ხდება ადამიანის წყალში ჩაყვანა, სამჯერ შთაფლვა და იქიდან ამოყვანა და ფოტისმა ნიშნავს ეს ფოტო ნიშნავს ნათლს, სინათლეს. ფოტოსი, აქედან მოდის ფოტოგრაფიას და ასე შემდეგ. და ფოტისმა ნიშნავს განათლებას. ესე იგი, ბაპტისმა არის თვითონ პროცედურა და ფოტისმა ეს არის პროცედურის შედეგი, რომ ადამიანი აი ამ წყალში შთაფლვის შედეგად განათლდა, ანუ უკვე ნათლღებული გახდა. ჩვენ უბრალოდ წყალში შთაფლვასაც და მის შედეგსაც უწოდებთ ნათლობას.
ეს ამ ტერმინებზე რატო გავამახვილო ყურადღება? მე ძალიან მოკლედ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ დეტალზე. აი მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო კრებების წეც იქნეს კანონები მიღებული და დღესაც არის, აი თქვა იგივე ბერძნულ რუსულ ეკლესიაშიც, რომ აგრეთვე კათოლიკებს, სომხებს, კოპტებს, ანუ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანული სხვა ქრისტიანული კონფესიიდან მოსულ ადამიანებს, ვისაც უნდა მართლმადიდებელი გახდეს, აღარ ნათლავენ წყლით თავიდან ბოლომდე, არამედ ან მირონცხებით, ან საერთოდ აღსარებით ხდება მათი მიღება. და ხშირად ჩნდება დაბრკოლება და აი კითხვები, რომ თუ ჩვენ ევქარისტიული კავშირი არ გვაქვს ამ დენომინაციებთან, მაშინ რატომ არ ვნათლავთ იქიდან მოსულ ადამიანებს სრულად? და თუ არ ვნათლავთ, ესე იგი გამოდის, რომ მათ საიდუმლოს ვაღიარებთ? საქმე რაშია? ეს ძალიან კარგად არის განმარტებული, არის ერთი ესეთი ძეგლი, აღმოსავლეთის პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ჯერ კიდევ იერუსალიმში შედგა, ის კრება 1672 წელს და შემდეგ 1720-იან წლებში გაიმართა კონსტანტინოპოლში, გაგრძელება იყო ერთგვარი ამ თემის, სადაც იქნა სხვადასხვა დოგმატურ საკითხებზე დადგენილებები მიღებული და ყურადღება გამახვილდა, როგორ და მიიღონ სხვა კონფესიიდან მოსული ადამიანები, ქრისტიანული კონფესიებიდან იგულისხმება. ისინი ამბობენ, რომ ყველას არ ნათლავთ, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ საიდუმლოს ვაღიარებთ. არამედ ბერძნები რას ამბობენ? აი, რატო არ ნათლავენ წყლით იგივე მონოფიზიტს, რუსეთ სომხებს ან კათოლიკებს? ანუ ისინი ამბობენ, რომ მათ ბაპტისმა აქვთ მიღებული, ანუ განბანვა, მაგრამ არ აქვთ მიღებული ფოტისმა, ანუ შედეგი არ აქვთ მიღებული. შესაბამისად, ჩვენთან შემოერთების შემდეგ ისინი იღებენ შედეგსაც, ანუ ფოტისმას, განათლებას. რადგანაც ბერძნებს ეს ორი ტერმინი აქვთ, ბაპტისმა და ფოტისმა, მათთვის ეს ძალიან კარგად გასაგებია, რომ ისინი ბაპტისმას აღიარებენ და შემოერთების შემდეგ უკვე ფოტისმასაც აღიარებენ. ხოლო ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ რადგანაც ესეთი ტერმინოლოგიური სხვაობა არ გვაქვს, პირდაპირ გონია, რომ ჩვენ იქ ნათლობა ვაღიარებთ. ნუ ეს ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთე ამასთან დაკავშირებით, ის ცალკე ფართო თემაა. მე შეიძლება კითხვა-პასუხების რეჟიმში კიდევ უფრო გავშალოთ ეს თემა. და ბოლო საკითხი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს გახლავთ მიმრქმელობის ინსტიტუტზე, ანუ ნათლის ინსტიტუტი. ძალიან მოკლედ შევეხები ამას. საიდან მოდის ნათლიობა? პირველი სახე ნათლიობის ეს ჩვენ ჯერ კიდევ გვხვდება, არის ეგეთი ძეგლი მოციქულთა დადგენილებები, სადაც იქ არის აღწერილი, თუ აი პირველ საუკუნეებში როგორ ინათლებოდა ხალხი. მე გითხრათ, თუ თავიდან ზღდასრული ხალხი ინათლებოდა და ისინი ინათლებოდნენ შიშვლები, ანუ გაშიშვლება ხდებოდა ადამიანის და ისე ჩაყვანა ემბაში და იცე ნათლობა. ნათლობამდე ჩვენ დღეს ესე ვაკეთებთ საქართველოში, რომ ფუნჯით ზეთს ვაცხებთ მოსანათლ ადამიანს და მერე ჩაყვავს წყალში. ხოლო მირონს მერე ვაცხებთ უკვე წყლიდან ამოყვანის შემდეგ. ეკლესიის ადრეულ პერიოდში და საერთოდ ბერძნულენოვან ეკლესიებში დღემდე ესეა მე წამოწონს, მთლიანად ზეთში ხდებოდა ადამიანის გაპოხვა თავიდან ბოლომდე. და რადგანაც ქალები შიშვლები ინათლებოდნენ, იმ უხერხულობის და ის თავიდან ასარიდებლად, რომ მღვდელი შიშველს არ შეხებოდა ქალს, ეპისკოპოსი ან მღვდელი მის ნათლავდა. ან ეგრეთ წოდებული დიაკონისების ინსტიტუტი არსებობდა ეკლესიის ადრეულ პერიოდში, ანუ ქალწული ქალები, რომელსაც ეს სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და მე შემდეგში ცოტა ხანში გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, აი ისინი ყოხავდნენ ზეთით აი ამ ქალებს, მათ ჩაყავდათ ემბაში, უკვე ბასეინში, შემდეგ შედიოდა მღვდელი ან ეპისკოპოსი, სამჯერ თაფლით ნათლავდა და მერე კვლავ ამ დიაკონისას ამოყავდა ეს ქალი და უკვე მოსავდნენ თეთრი კვართით. ხოლო მამაკაცების ნათლობაში თვითონ დიაკონები ეხმარებოდნენ ეპისკოპოსს. აი ეს დიაკონისები და დიაკონები ერთგვარი პირველი სახეა, როგორც შუამავალი მოსანათლსა და მომნათლებს შორის. თუმცა პირდაპირ ნათლები მათ არ ეწოდებოდათ. ნათლების პირველი, ასე თქვა, საფუძველი საიდან ჩნდება? პირველი მიზეზი ნათლების საფუძვლისა არის შემდეგი. მე გითხარით, რომ მშობლების რწმენით ინათლება ბავშვი. და მე ვთქვი, როგორც წესი, მშობელი თვითონ იყოს გაქრისტიანებული, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა შეიძლება მშობელი თვითონ არ იყო გაქრისტიანებული, მაგრამ უნდოდა რომ მისი შვილი მონათლული იყო ქრისტიანულად. რადგანაც მშობელი თვითონ გასაქრისტიანებელია და თავის შვილს პირდაპირ ესე ვთქვათ, ქრისტიანული ღირებულებებით ვერ აღზრდიდა, იყო შუამავალი ადამიანი, ანუ ადაპტირებული მშობელი, უკვე ქრისტიანი, ვინც ამ პასუხისმგებლობას აიღებდა თავის თავზე, ანუ ახალმონათლული ბავშვის ქრისტიანულ აღზრდაზე. აი აქედან ჩნდება ერთგვარი ნათლების, ასე ვთქვათ, ინსტიტუტი, ერთი საფუძველი არის ეს. მეორე მიზეზი არის ის, ვთქვათ, ადამიანი იყო სიქიურად შეშლილი, რომელიც პირობას თვითონ ვერ დადებდა და ვერც ფიცებს, იმიტომ ასე ვთქვათ, ვერაცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას და ვიღაცა შუამავალი ადამიანი იყო, ვინც მის ნაცვლად უპასუხებდა მღვდელს და თავდება და უდგებოდა მას ნათლობაზე და ის ნათლი ასრულებდა იმ ფუნქციას.
და თქვათ თუ ადამიანი ისე თქვათ შეება ჯანმრთელია, მაგრამ ცუდად გახდა გონება წაერთვა და აი აქაც იგივე მიზეზია, რომ მას არ შეუძლია თვითონ უპასუხოს. და მესამე მიზეზი უკვე მოგვიანებით რა იყო, რომ თუნდაც მშობლები ქრისტიანები ყოფილიყვნენ, მაინც კიდევ ერთი შუამავალი ადამიანი იყო საჭირო, რომ მას კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ აი ეს ადამიანი ვინც ინათლება, ნამდვილად გულსუფლად ინათლება და რაიმე მზაკვრობა არ აქვს ჩაფიქრებული. შემდეგ სახელმწიფო კანონებით ნათლიას მიენიჭა მშობლის სტატუსი და ნათლობა იყო შვილად აყვანის პროცესთან გაიგებებული. ამიტომაც რომ ჯერ კიდევ იმპერატორმა იუსტინიანემ 580 წელს გამოსცა კანონი, სადაც ნათლიესა და ნათლუს შორის ქორწინება აკრძალა, რომ რადგანაც ნათლიობა ეს არის მშობლის ფუნქციის ტვირთვა, ანუ შვილად აყვანის პროცედურა, ნათლობა და არ შეიძლება მშვილისა და მშობლის სტატუსი საომავლოდ ცოლ-ქმრის სტატუსად შეცვლილიყო. ეს მეექვსე მსოფლიო კრების კანონშიც აისახა და იქ დამატებით წერია, რომ ნათლიამ არ შეიძლება არა მარტო ნათლულთან, არამედ ნათლის დედასთანაც რომ იქორწინოს. და როგორც წესი, პირველი 9 საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მამაკაცები ხდებოდნენ ნათლიები, ერთი პირი. და რატო? შვილად აყვანის უფლება სახელმწიფო კანონით ჰქონდათ მხოლოდ მამაკაცებს. პირველად ფილოსოფოსმა ლეონ ბრძენმა შემოიტანა კანონი უკვე 9 საუკუნისკენ, რომ ქალებსაც შეეძლოთ შვილების აყვანა და უკვე ქალებზეც გახდა დაშვება, რომ ოფიციალურად ნათლიები გამხდარიყვნენ. როგორც წესი, კანონით ერთი ნათლი იყო დაშვებული. უბრალოდ მოგვიანებით მე ჯერ დასავლეთის ეკლესიაში გაჩნდა ეს ორნათლიობის პრინციპი, რომ რახან ხორციელი მშობლები ორია დედა და მამა, რომ აი სულიერი მშობელიც ორი ადამიანი იყოს, ქალი და კაცი, როგორც სულიერი დედა და მამა. და მე ამან მისცა ერთგვარი პროვოცირება მოახდინა, რომ უკვე მრავალნათლიობა წამოვიდა 3-4 და საერთოდ არის ცნობები, რომ 800-600 ნათლიების ფაქტებიც კი არის დაფიქსირებული, როცა მეფეების ან დიდებულების შვილები ინათლებოდნენ რაღაც ესეთი თქვათ დიდი გვარის წარმომადგენლები. და ამას ყოველთვის ებრძოდა ეკლესია. ყოველ შემთხვევაში ორნათლიობა შენარჩუნდა დღესდღეობით ყველა ადგილობრივ ეკლესიაში, თუმცა ისო გინდა თუ არა ქალი და კაცი იყოს ესეთი პრინციპული მიდგომა არ არის, მაგრამ აი ჩვენთან როდესაც შარშან სინოდზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ შემცირებულიყო ნათლიების რაოდენობა, ორზე იქნა დაყვანილი იკონომით, ანუ იქ წერია სინოდის განშინებაში, რომ კანონიკურად ერთი უნდა იყოს ნათლია, მაგრამ იკონომით ორი. ოღონდ ახან ტრადიცია იყო ქალი და კაცი, ჩვენთან ამას გაესვა ხაზი, რომ აუცილებლად ქალი და კაცი იყოს. ეს ამაზეც შეიძლება მე კითხვები თუ გაჩნდება, მე გადავიდეთ და ვისაუბროთ დაწვრილებით. ეს ასე ვთქვათ, ერის ადამიანი როცა ხდება ეკლესიის წევრი. უბრალოდ ნათლობასთან დაკავშირებით აი საგანგებო შემთხვევებზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ თუ ადამიანი მომაკვდავია, მას ეს ყველა წინაპირობა ეხსნება. თავარია ჩვენ ვიცოდეთ, რომ მას ჰქონდა სურვილი ან ვინმე ადასტურდეს, ან თვითონ დაადასტუროს, რომ ნათლობა უნდოდა. და არის კიდე ესეთი ტროლის კრების 94 კანონი. იქ ბავშვებზე ყურადღება გამახვილებული, მაგრამ ეს ყველა ასაკის ადამიანზე შეიძლება დღეს გავავრცელოთ, რომ თუ ადამიანს არ ახსოვს იყო თუ არა მონათლული, შეიძლება ძალიან ფანტაზმულია, რაღაცა დემენცია ჭირს, ვერ იხსენებს, მისი ახლობლებსაც არ ახსოვთ. ამ შემთხვევაში როცა ეჭვი დიდია, ну ეპისკოპოსთან შეთანხმება ჯობია, მაგრამ თუ ერთხელ ხდება, მაინც არ არის დანაშაული, როგორც წესი, უნდა მონათლოს სრულად ეს ადამიანი, რომ არ დარჩეს მოუნათლავი. აი ამ შემთხვევაში ეს ნათლობის განმეორება არ ითვლება. რომ ის სხვათა შორის ეს არის მკაცრი კანონია, ის გამახსენდა ეხლა, რომ თუ ზუსტად ვიცით, რომ ადამიანი მონათლულია, რაიმე მოტივებით მისი ხელახლა ნათლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ყოფილა შემთხვევები, რომ ნათლი აღარ მოწონს ან გარდაეცვალა ან რაღაცა და ამიტომ უნდა რომ ხელმეორედ მოინათლოს და რაღაც უყურადღებობის შედეგად მონათლულა. ეს რა თქმა უნდა დანაშაულია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეხლა რაც შეეხება სამონაზვნო დასს. აქ ძალიან მოკლედ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო რაზე. ეკლესიაში კანონიკურად მე უფრო ამაზე ვუჭერ ხარს, არის ორი დასი, სამღვდელო და ერის ადამიანების. სამონაზვნო დასს ესე ცალკე არ არის გამოყოფილი ხშირად. თუმცა ზოგიერთი კანონისტები მათ ცალკე გამოყოფენ. მისი ახსნა მინდა ამით. თავისი კანონიკური უფლებებით მონაზვნები გაიგივებული არიან ერის ადამიანებთან, იმიტომ რომ მათ არანაირი სამღვდელო სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების წესი. აი ესაა ასე ვთქვათ კანონიკური სტატუსი მონაზვნების. რა არის მონაზვნობის წინაპირობები? პირველი ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მონათლული ადამიანი, ანუ გაქრისტიანებული, უნდა იყოს სრულწლოვანი, არასრულწლოვნის მონაზვნოდ ახლოს არის დაუშვებელი და დიდი დარღვევა და თუ მსგავსი რამ მოხდა, ამან შეუძლია ეკლესიას, რომ
მსგავსი მონაზვნად აღკვეცა ბათილად ცნობს და გვაქვს ამაზე ჩანაწერები ბალსამოდან. სხვათა შორის ბალსამო ისეთ რამესაც ამბობს, არა თუ არასრულწყლოვანზე, არამედ ზრდასრული ადამიანის თუ თავისი ნებით არ არის აღკვეცილი მონაზვნად და რა იგულისხმება ამაში. უფრო აი მეფეების და იმპერატორების ხანაში იყო, რომ დაშინებით ცოლს, შვილს ან დედას უშვებდნენ მონასტერში მონაზვნად აღკვეცავდნენ, რომ კონკურენტი არ ყოლოდა. თუ ესეთი შიშის საფუძველზე ადამიანი მონაზვნად აღკვეცა და თქვათ მერე გამოავლინე ეს აღიარა და ამბობს რომ ეს მისი ნება არ იყო მონაზვნობა და არც ეხლა არ სურს. ანუ ეკლესია უფრო მოსილია რომ ბათილად ცნოს მისი ესეთი აღკვეცა და კვლავ ერში დაბრუნების უფლება მისცეს. ასევე საჭირო ფსიქიკური ჯანმრთელობა. რატო? რაც აღარ თქვით, თუ ადამიანს ფსიქიკა დარღვევა აქვს, ჩვენ მის პირობას ვერ ასე ვთქვათ დავეფუძნებით და სარწმუნოდ ვერ მივიღებთ მის სურვილებს. რადგანაც მონაზვნური ცხოვრება ეს გარკვეული პასუხისგებლობა, სერიოზული პასუხისგებლობა, ამიტომ ფსიქიკური ჯანმრთელობა, ვისაც არ უარგან, შერყეული აქვს. მისი მონაზვნად აღკვეცა როგორც წესი არ შეიძლება, კანონიკური წესი. ნუ შეიძლება ეს მონასტერში ვაცხოვროთ, შეიფაროს, მაგრამ მას ესეთი მონაზვნის სტატუსი წესით ეკლესიამ არ უნდა მიანიჭოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ის როდის ატოვებს მონასტერს. იმიტომ ის არაპროგნოზირებადია და არც პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. და არის ესეთი კანონი ორგზის კრება ქვია ეს პატრიარქ ფოტიოსის დროს გაიმართა 861 წელს კონსტანტინოპოლში, სადაც რამოდენიმე კანონი მიეძღვნა აი ამ სამონასტრო ცხოვრებას და იქ წერი ესეთი რამე, რომ როდესაც ადამიანი გადაწყვეტს მონაზვნობას და მიდის მონასტერში, სულ ცოტა 3 წლიანი გამოცდილება, ანუ ეგრეთ წოდებული 3 წლიანი მორჩილების პერიოდი უნდა გაიაროს. ხოლო მონასტრის წინამძღოლი, რომელიც აი ამ 3 წლიან პერიოდს არ გაითვალისწინებდა და ნაადრევად აღკვეცავდა. ეს ნაადრევი აღკვეცას მე შეიძლება მოყოლოდა ცუდი შედეგი, რომ ადამიანი, რომელიც მომზადებელია, შეიძლება მერე გადაეფიქრებინ, ან მერე აღმოიჩინონ, რომ ეს მისი ცხოვრება არ არის და ამას ბევრი გართულებები მოყვებოდა და მოყოლია კიდეც. ამიტომ ხდებოდა დასჯა ესეთი მონასტრის წინამძღვრის და სასჯელი რა იყო? გათავისუფლება წინამძღვრობიდან და სხვა მკაცრ მონასტერში მისი გადაყვანა. ამიტომ ეს გამოცდილებაც არის აუცილებელი. ერთადერთი მერე ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მართლგანკურვის დებულებით განისაზღვრა შემდეგი რა, რომ თუ ადამიანი უკვე სასულიერო პირია, ან სასულიერო სასწავლებელი აქვს დამთავრებული, მაშინ მას შეიძლება აღარ დასჭირდეს ესეთი ხანგრძლივი პერიოდის გამოცდილება, რადგან მას უკვე ცოდნა აქვს და ზუსტად შეგვიძლია ვენდოთ, რომ მას ეს გააზრებულად აქვს გადაწყვეტილი, რომ გახდეს მონაზვნი. სხვა შემთხვევაში თქვა, რომ ახლა ესე ქუჩიდან მოსული ადამიანი უხეშად რო ვთქვა, მან გარკვეული ასე ვთქვათ გამოცდილების პერიოდი უნდა გაიაროს მონასტერში. სამონასტრო ცხოვრების კანონიკური რეგლამენტი მოხდა მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ძალიან მოკლედ ვიტყვით რა იგულისხმება ამაში. ამაში იგულისხმება შემდეგი რა, რომ ვიდრე მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრებამდე სამონასტრო ინსტიტუტი იყო დამოუკიდებელი. რა იგულისხმება ამაში? მაგალითად, ანტონინის ცხოვრებას როცა ვკითხულობთ ამ პავლე თებაიდელის, პახომიდიდის და მომდევნო მამების, იქ არსად არ წერია, რომ ესენი ეპისკოპოსისაგან განსაკუთრებულად სხვა კურთხევას იღებენ იმისათვის, რომ მონასტერში წავიდნენ. ან ეპისკოპოსის კურთხევას იღებენ ეპისკოპოსისაგან იმისათვის, რომ მონასტრები ააშენონ და ასე შემდეგ, ან რა ტიპიკონი დაადგინონ. ანუ ამ გადაწყვეტილებაში ისინი აბსოლუტურად თავისუფლები იყვნენ, თვითონ იღებდნენ ამაზე გადაწყვეტილებას. და რატო არ იყო, ასე ვთქვათ, ეს რეგლამენტირებული და კურირებას რატო არ უწევდა ეკლესია? მე თავშივე ვთქვი, რომ რატო არ არის მონაზვნობა გაიგივებული სასულიერო პირობასთან, არამედ ერის ადამიანებთან. მონაზვნობა ეს არის ცხოვრების წესი და არა რაიმე საეკლესიო თანამდებობა, რომელსაც ეკლესია ანიჭებს ადამიანს, თქვა როგორც ყდულობა, დიაკვნობა, მედავითინება, მგალობლობა, ეს ყველაფერი გარკვეული თანამდებობები ან ოფიციები საეკლესიო ენაზე. მონაზვნობა არანაირი ოფიცია არ არის. ეს არის ცხოვრების წესი. და ცხოვრების წესის არჩევაში ადამიანი არის თავისუფალი, ეს არავის არ შეუძლია განუსაზღვროს ან აკონტროლოს როგორ იცხოვროს. ამიტომაც ეკლესიას, ასე ვთქვათ, თავისუფლად ყავდა მინებებული, როდესაც უნდოდა ის აირჩევდა მხარდაჭერილობრივ ცხოვრებას და იცხოვრებდა მონაზვნური ცხოვრებით. მეოთხე მსოფლიო კრებაზე, რომელიც გაიმართა 453 წელს, რა მოხდა? რომ მეოთხე მსოფლიო კრებამ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან მონასტრების დაფუძნება უნდა მოხდარიყო უშუალოდ ეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით და არა მის ნებართვის გარეშე. სხვა შემთხვევაში ლეგიტიმაცია არ ექნებოდა ესეთ მონასტერს. და რატომ იყო ეკლესიამ, რომ უკვე ისე იყო მომრავლებული სამონასტრო ცხოვრება და მომძლავრებული, რომ იმ დავების დროს, როცა ეს ეხებოდა ქრისტეს ორბუნებას, როდესაც დიოსკორე ეპისკოპოსი ალექსანდრისე ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში, მას დიდი რაოდენობის ეგვიპტის უდაბნოს მონაზვნები ჩამოყნენ. და ერთ-ერთი მოთავ იყო
ასე ვთქვათ, ბარსუმა, ესეთი ბერი, რომელსაც ესეთი ფანატიზმით გამოირჩეოდა, ისინი აი ამ დიოსკორეს და ევტიქის მომხრეები იყვნენ, ანუ მონოფიზიტური სწავლების. და არის ესეთი ისტორიული ცნობები, რომ მათ დიდი არეულობა გამოიწვიეს დედაქალაქში, დაიწყეს მონასტრების დაფუძნებაც, ახლა ეს პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივად გაიწელა. და იმპერატორმა მარკიანემ სთხოვა კრებას, რომ გარკვეული რეგლამენტი მიეღო, რომ რაღაცა უკვე ეკლესიას კონტროლი გაეწია აი ამ ინსტიტუტისათვის. რომ გაერჩია ეკლესიას, ვინ არის ლეგიტიმური, ვინ არ არის ლეგიტიმური, რომელი მონასტერია ლეგიტიმური და რომელი არა. აი ამ მიერიდან უკვე ეპისკოპოსის, ასე თქვათ, იურისდიქციას დაექვემდებარა სამონასტრო ინსტიტუტი. რა იგულისხმებოდა? ერთი, რომ მონასტრის დაარსების უფლება ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არების აღარ აქვს. ტიპიკონი, რა თქმა უნდა, შეუძლია შეიმუშავონ თვითონ მონასტერმა, მაგრამ უნდა დაამტკიცოს ეპისკოპოსმა. მონასტრის წინამძღვარი, რა თქმა უნდა აერჩიოს მონასტრის საძმო, მისთვის საცურველი კადრი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოს ეპისკოპოსმა. და თუ ეპისკოპოსი ხედავს, რომ იმ მონასტერში ტიპიკონი ირღვევა, ან მონასტრის წინამძღვარი ცუდად იქცევა, ის უკვე უფლებამოსილი ხდება, რომ ის გადააყენოს და მის ნაცვლად სხვა, ასე თქვათ, დანიშნოს. აი აქ უკვე ასე ვთქვათ, ეპისკოპოსების უფლებები გაიზარდა, რაც მანამდე მათ არ ჰქონდა. აი ეს იგულისხმება სამონასტრო ცხოვრების რეგლამენტში. რაც შეეხება მონაზონთა უფლებების კანონიკურ დადგენილებებში, რა იგულისხმება მაშინ? მონაზონს რაიმე განსაკუთრებული უფლება ეკლესიაში არ გააჩნია ერის კაცისაგან განსხვავებით. უფრო მეტიც, აი ტრულის კრების 79 და 70 კანონებში წერია, რომ საკურთხეველში არავინ არ უნდა შევიდეს გარდა სამღვდელო დასისა, ვინც კლიროსის წევრია. და გაზრე გამოითქვა, რომ მონაზვნებსაც კი მამაკაც მონაზვნებსაც არ უშვებდნენ საკურთხეველში. ერთადერთი მოგვიანებით მერე იყო ერთი ესეთი პატრიარქი, ნიკიფორე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ამხსარებელი, და მას თავის კანონში აქვს, რომ ის წერს ესეთ რამეს, რომ მე მსგავსი აკრძალვა მოვისმენთ და ვფიქრობ ძალიან კაცრია და მონაზონ მამაკაცებს თავიანთი ცხოვრების წესინა გამომდინარე პატივი უნდა მივაგოთ და თუ არის საჭიროება დახმარების, მათ არ უნდა შეეზღუდოთ საკურთხეველში შესვლა და რო ეპისკოპოსს ამ მღვდელს დახმარება გაუწიო. სხვა მხრივ, თქვათ, ეს ზიარების თემა იქნება თუ რაიმე უფუნქციები, მათ ერისკაცებისაგან რაიმე აღმატებული უფლებები არ გააჩნდათ. ამით რისი თქმა მინდა, ახლა ჩვენ როდესაც მონაზვნებს მიმართავთ მამაოთი ან ქალმონაზვნებს დედაოთი, შეიძლება მინდა ის კანონიკურად რა ის თქმა მინდა. აი ბერი სიტყვა ეს არის თანამედროვე ქართულში დამკვიდრებული და ეს არ არის კანონიკური ტერმინი. კანონიკური ტერმინი, ვინც მონაზვნურ ცხოვრებას ირჩევს, გინ ქალი იყოს, გინ მამაკაცი, მონაზონი არის მათი საერთო სახელი. თუმცა ძველ ქართულში უშუალოდ მონაზვნად იგულისხმება მამაკაცი, ვინც ამ ცხოვრებას მისდევს, და ქალებს ეწოდებოდა ენკრატისი, ანუ ბერძნული ტერმინი გადმოვიდა უთარგმნად. ენკრატისი ნიშნავს თავშეკავებულს. ნუ ესეთი, მაგრამ მონაზონი არის საერთო სახელი. ამიტომ ეს მამაო და დედაოს დაძახება საიდან წამოვიდა? ძირითადად ეს სახელი ერქმეოდა ან მონასტრის წინამძღვრებს, რომელიც სულიერი დედა ან მამა იყო, თქვა, ერთი დედათა მონასტერში, მეორე მამათა მონასტერში, ან კიდე სულიერებაში გაწაფული ადამიანი, რომელთანაც ისინი მიდიოდნენ, თქვა, ერის ადამიანები, ეპისკოპოსებიც კი ან მეფეები, რომ სულიერი შევადარიგებას იღებდნენ. და ამიტომაც ეწოდათ მათ მამები. უბრალოდ მე ეს სახელი განზოგადდა. და შევამკითხოთ, აბა, რა არის კანონიკური სახელი ადამიანი მონაზონი მოხდება მონაზონო, ესე ხო არ დაუძახებთ? ესეთი სახელწოდება იყო. ქალებს ერქვა და, მამაკაცებს ერქვა ძმა. აი დასავლეთის ეკლესიაში უფრო შემორჩენილი აი ეს რომ დედას ან მამას ეძახენ მონასტრის წინამძღვარს და მონასტრის დანარჩენ წევრებს მიმართავენ დათი ან ძმათი და შემდეგ ვთქვათ ძმა პეტრე, აი ეს მიმართავენ ან და რაქელი და ასე შემდეგ. თუმცა ახლა როცა დედაოს ან მამაოს უწოდებთ, ხლა ეს არ არის რაღაცა დოგმატური დარღვევა, ეს უბრალოდ აი კანონიკურად როგორა ასე ვთქვათ ამის ახსნა მინდოდა. და ბოლოს რაც შეეხება დედადიაკვნების ინსტიტუტს, მე უკვე გითხარით, რომ დედადიაკვნების ინსტიტუტზე ჩვენ საუბარი გვხდება იმ მოციქულთა ამ დადგენილებებში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ძეგლია და საკმაოდ დიდი ხანი არსებობდა ეკლესიაში ეს ინსტიტუტი. ვინები იყვნენ ეს დედადიაკვნები? მათ ჰქონდათ საგანგებო ხელდადება მიღებული, ანუ ეს უკვე სტატუსი ჰქონდათ, ეს არ იყვნენ მონაზვნები. ოღონდ ესენი ძირითადად იყვნენ ქალწულებაში მყოფი ქალები ან ქვრივი ქალები. ის ვინც ქალწული იყო 40 წლის ასაკიდან შეეძლო გამხდარიყო დედადიაკვანი, ხოლო ვინც დაქვრივებული იყო, აი 60 წლის შემდეგ შეიძლებოდა გამხდარიყო დედადიაკვანი და მათ ამის შემდეგ გათხოვის უფლება აღარ ჰქონდათ. მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქციები ეკისრებოდათ. რა იყო მათი ძირითადი ფუნქციები?
მოსანათლი ადამიანების მომზადება ნათლობისათვის, აი უფრო დედადიაკვნები ქალებს ეხმარებოდნენ ამაში, ნათლობის პროცედურის დროს მღვდლის ან ეპისკოპოსის დახმარება და ასევე გარკვეული სოციალური საქმიანობის განხორციელება, თქვათ, რასაც ეკლესია დააკისრებდა. აი ეს იყო მათი ძირითადი, ასე ვთქვათ, უფლება-მოვალეობები. თუმცა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში ცალკეულ დონეზე და არა საყოველთაო, და არა ისე როგორც საყოველთაო ნორმა, შეიძლება უფრო აღმატებული უფლებებიც ჰქონოდათ. რომ ჩვენ იცი რა, ცალკეული შემთხვევები არ უნდა განმაზოგადოთ, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მათ ეკლესიაში რამე განსაკუთრებული უფლებები ჰქონდათ იმის გამო, რომ კონკრეტულ ეკლესიაში შეიძლება მართლაც ესე იყო. ხა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ახლა რაც შეეხება სამღვდელო დასს. სამღვდელო დასი ეს გახლავთ უკვე უშუალოდ სასულიერო პირები, ანუ იერარქია, რომელიც გახლავთ ეკლესიის მმართველი ორგანო. უშუალოდ მმართველი ორგანო გახლავთ ეპისკოპატი. სამი ძირითადი ხარისხი არსებობს მღვდლობაში. ეს გახლავთ უდაბლესიდან რო დავიწყოთ დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის. აქვე რა შემინდა გაგარკვიოთ, რომ ხარისხი არის სამი: სამღვდელო, დიაკვნის, მღვდლის და ეპისკოპოსის. ამისაგან განსხვავებული სხვა ხარისხი არ გვაქვს. დანარჩენი წოდებები, თქვათ, როგორიც არის, თქვათ, დიაკვნობაში შეიძლება ჩვენ შევხვდეს ესეთი წოდება: არქიდიაკვანი, მთავარდიაკვანი, მღვდლობაში, თქვათ, დეკანოზი. ან თუ მონაზონია, თქვათ, უქორწინებელი მღვდელი, იქ არის, თქვათ, იღუმენის სტატუსი, არქიმანდრიტის და ასე შემდეგ. ეპისკოპოსებში შეხვდება მთავარი ეპისკოპოსის, მიტროპოლიტის, ან იგივე პატრიარქის სტატუსი, ხო? არც ერთი მათგანი არ გახლავთ ხარისხი, არამედ ეს არის წოდებები, ანუ თანამდებობები თავის დროზე ესე იყო ეკლესიაში. ეხლა გადავიდეთ ნელ-ნელა თითოეული მათგანის განხილვაზე. ანუ სანამ მათ ფუნქციებზე გადავალ, მე ძალიან უკლედ მინდა წინაპირობებზე გაგესაუბროთ, რა არის მღვდლობის წინაპირობა ზოგადად. ხელდასმის ძირითადი კანონიკური წინაპირობები სამ კატეგორიად იყოფა. ეს გახლავთ ფიზიკური წინაპირობები, სოციალური წინაპირობები და სულიერი წინაპირობები. რა იგულისხმება ამაში? აი ფიზიკურ წინაპირობებში რა იგულისხმება? პირველი ეს გახლავთ, ასე თქვათ, რომ ადამიანი უნდა იყოს სრულწლოვანი და არათუ უბრალოდ სრულწლოვანი, კონკრეტული ასაკიც კი არის განსაზღვრული ჯურის კანონში, რომ თქვა დიაკვანი თუ ხდება ადამიანი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის, მღვდელი თუ ხდება უნდა იყოს არანაკლებ 30 წლის. ხოლო იპოდიაკვანი, რომელიც დიაკვნობამდე საფეხურია, ეს უნდა იყოს არანაკლებ 20 წლის. ეპისკოპოსებზე ჯურის კანონში ჩვენ კანონი არ გვაქვს. გვაქვს ცნობები რა? აი იგივე მოციქულთა დადგენილებები, რაც მე წეღან ვახსენე. იქ წერია, რომ საეპისკოპოსო კანდიდატი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 50 წლის. ან 50 წლამდე არ შეიძლებოდა ადამიანი გამხდარიყო ეპისკოპოსი. ეს ალბათ იმითაც იყო გამოწვეული, რადგან მოციქულთა პერიოდში და მოციქულთა მოწაფების პერიოდში ძირითადად ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ, ანუ წარმართობიდან, იუდეველობიდან მოქცეული ხალხი უკვე ზრდასრული. მას ისევ ქრისტიანობაში ხა გარკვეული პერიოდი უნდა დაეყო, უნდა გაზრდილიყო, რომ მერე თქვათ საეპისკოპოსო უფრო მოვალეობა ებოძებინა ეკლესიას მისთვის და ამიტომაც უფრო გაზრდილი იყო მათი ასაკი. უკვე მეექვსე მსოფლიო კრებისათვის, რადგანაც უკვე ბავშვობიდან შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი არის ქრისტიანი, იმიტომაც ეს ასაკი ქვემოთ ჩამოვიდა. ყოველ შემთხვევისთვის უკვე იმპერატორ იუსტინიანეს კანონი იქნა გამოცემული, სადაც განისაზღვრა, რომ ეპისკოპოსი შეიძლება გახდეს არანაკლებ 35 წლის ასაკიდან. და დღესდღეობით ეს ადგილობრივი ეკლესიების მართვა-გამგეობის დებულებით რეგულირდება. ისე და სხვადასხვა ესეთი რამე წერია, რომ ეპისკოპოსმა სასაკობრივი ცენზი უნდა კაცად გაითვალისწინოს, როგორი ღირსებითაც არ უნდა გამოირჩეოდეს მღვდლობის კანდიდატი. ანუ საუბარი რომ გამონაკლისების დაშვება ესე ჰაერზე არ შეიძლება. თუმცა როგორც ჩვენ წინა შეხვედრაზე ვთქვით, ეკონომიას ექვემდებარება, ოღონდ ეს ეკონომია უნდა იყოს ლოგიკურად ახსნილი. თქვათ, როცა 30 წელი გიწერია და თქვათ, ჩვენ მაშინ ბევრი ვისაუბრეთ, რომ 25-ის ან 20 წლის ასაკში აკურთხებ ადამიანს მღვდლად, ეს უკვე ისეთი დაშორება, რომ აქ რაღაც სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს ამას რატომ აკეთებ. ფიზიკურ შეგულისხმება ასევე ფიზიკური დეფექტები. რის თქმა მინდა, რომ რა ფიზიკური დეფექტები შეიძლება იყოს მღვდლობისათვის ხელი შემშლელი. ესენი ძირითადად აღწერილია მოციქულთა 77 და 78 კანონებში. ახლა ძველ აღთქმაში ჩვენ ლევიტელთა წიგნში გვაქვს ესეთი ჩანაწერი, რომ აი, ვინც მღვდელი უნდა გამხდარიყო ძველ აღთქმაში, რომ თუ ვინმეს ერთი თვალი აკლდა, ან ერთი თვალით ბრმა იყო, ან ცხვირი ჰქონდა დაჭყლეტილი, ან შრამები სახეზე, ან თითი არ ჰქონდა, ანუ რაღაცა ფიზიკური დეფექტი თუ ჰქონდა, არავითარ შემთხვევაში მისი მღვდლობა არ შეიძლებოდა. ძველ აღთქმაში მღვდელი უნდა ყოფილიყო ფიზიკურად სრულფასოვანი,
არაფერი დეფექტი მას არ უნდა ქონოდა. ახალი აღთქმის ეკლესია, რა თქმა უნდა, ესეთ ფიზიკურ დეფექტებს არ მისცემს. ახლა ადამიანს თქვა ყური აქვს მოჭმული, ან წვერი აქვს გატეხილი, ან ერთი თითი არ აქვს, მაგრამ ზოგადად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ხელი შემშლელი მიზეზი არის, თქვა ამ კოჭოლობს, ან ერთი ხელი არ აქვს, ან რაღაცა. მაგრამ არ უნდა ქონდეს ისეთი ფიზიკური დეფექტი, რაც პირდაპირ მის სამუდელო მსახურებას შეუშლის ხელს. აი მაგალითად, ორივე თვალით თუ ბრმა არის ადამიანი, ან ყრუმუნჯია, ან კიდურები არ აქვს. ესეთი ადამიანის გულად კურთხევა არ შეიძლება. იქნა გამომდინარე არა იმის გამო, რომ თქვათ ეკლესია მას რაღაცა ღმერთის მადლისაგან დაცლილად მიიჩნევს, ან უგულებელყოფილია. უბრალოდ რაც აღარ თქვი, რომ სამუდელო საქმიანობა უქმე არ დარჩეს. ესეთი ადამიანი ფიზიკურად ღვთისმსახურებას ვერ შეასრულებს. და სხვათა შორის კათოლიკური ეკლესიის კანონიკურ ძეგლში წერია, ასევე კიდევ ერთი ესეთი ფიზიკურ ნაკლოვანებაში მოხსენიებული არიან ეგრეთ წოდებული კარლიკები, ანუ ჯუჯა ადამიანები. ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკაში ესეთი პირდაპირ მითითება არ გვაქვს, მაგრამ თუმცაღა შეიძლება ჩვენ ესეც გავიზიაროთ. საიდან რატო? რეალურად ჯუჯა ესეც ისეთი დაავადება თავისი არასტანდარტული ზომებიდან გამომდინარე. ეხლა ეკლესიას, ტრაპეზს, თუნდაც ყველაფერს თავისი სტანდარტული ზომა აქვს, ხო? და შეიძლება მისთვის ამ მხრივ შეფერხება გამოიწვიოს, რომ სრულფასოვნად განახორციელოს მან წირვა-ლოცვა, ათლობა, ჯვრისწერა და ასე შემდეგ. აი ეს რაც თქვა ფიზიკურ დეფექტებს შეეხება. რაც შეეხება სოციალურში ძირითადად იგულისხმება რა თქმა უნდა ღვთის წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, როგორც ეროვნებას, ასევე ოჯახურ მდგომარეობას. თუნდაც ის უკანონო შვილი იყოს. აი დასავლეთის კათოლიკური ეკლესიის კანონიკაში მაგალითად ადრე იყო, რომ უკანონო ბავშვი იყო, თქვათ ეს ანუ მამა არ იყო ცნობილი, მის გულად კურთხევა არ შეიძლებოდა. მაგრამ მოგვიანებით მათაც მე როგორც ვიცი შეცვალეს. ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთის ეკლესიებზე ეს სიმკაცრე აღარ აქვს. მე არ ვიცი ახლა რომში როგორ ხდება ამასთან დაკავშირებით. აღმოსავლეთის ეკლესიაში ესეთი შეზღუდვა რადგან არ ყოფილა, რომ წარმომავლობის გამო, თქვა თუ ის რაიმე ესე თქვა დაბალი ფენის ოჯახიდანაა გამოსული, მკვლობაზე უარია თქვა. ეს ხელი შემშლელი მიზეზი არა. აუთავარი ადამიანი თავის პიროვნული ღირსებებით იყოს გამორჩეული. თუმცა კართაგენის კრების კანონში გარკვეულწილად მის ოჯახურ მდგომარეობაზე არის ყურადღება გამახვილებული რა. რომ იმისათვის რომ ადამიანი გახდეს ასე თქვათ დელი, მანამდე აუცილებელია რომ მისი ოჯახის ყველა წევრი იყოს გაქრისტიანებული. ეს პირდაპირ წერია. თუ არ ვცდები 36 კანონია კართაგენის ან 39. ნუ ახლა ვინ იგულისხმობდა ოჯახის წევრებში? დედა, მამა, და-ძმები, ცოლ-შვილი. ნუ ლოგიკა გასაგებია ახლა თუ ადამიანს გავლენა არ აქვს თავის ცოლზე, შვილებზე, მშობლებზე, ის ხებებზე როგორ იქნება, სხვებისთვის როგორ იქნება ავტორიტეტი და ყველაზე მომაქცეველი, როცა სახლში ვერ მიუხედია სიტუაციისათვის. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ იგივე კომუნისტური რეჟიმის დროს ბევრი ადამიანი ისე გახდა სასულიერო პირი, რომ საკუთარი ცოლებიც კი ჯერ კიდევ ათეისტები იყვნენ, ან წმენაში საერთოდ ვერც მერე მოვიდნენ. და ზოგს ამის გამო ოჯახებიც დაეკრა სამწუხაროდ, ნუ ზოგმა შეინარჩუნა, მაგრამ რაღაც ისეთი ურთიერთობებით. რომ მაინც ვერ აღიარეს, ვერ აღიქვეს თავიანთი ქმრების აი სტატუსი. სოციალურ შრომებთან იგულისხმება ღვთის ოჯახური მდგომარეობა, ანუ მისი ქორწინების წინაპირობები. და რა? აი ჩვენ მოციქულთა კანონები გვაქვს, ეს არის მე-17-მე-18 კანონი. სადაც ჩამოთვლილია თუ მღვდელს როგორი სტატუსის ქალზე არ შეუძლია ქორწინება, უпростоრად სამუდელო კანდიდატს. ეგ წერია, რომ ადამიანი რომელიც მდლობას აპირებს არ შეიძლება მან ცოლად შეირთოს ხრივი, ყოფილი მეძავი, გაშორებული, მსახიობი. ან ასე თქვათ მხევალში რა იგულისხმებოდა იცით უფრო მეტად ან მსახური, აი მონაქალები რო იყვნენ. დამლაგებელი სახლის მოდი ასე ვთქვათ, რა ვიცი რა შეიძლება დავარქოთ. აი ამ სტატუსის ქალებზე მღვდელს ქორწინება ეკრძალებოდა. არამედ მისი საცოლო ყოფილიყო ქალწული და ნუ ყველანაირად ესეთი სტატუსებისაგან თავისუფალი. საქმე რაში ახლა აქ შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ რამდენად აუცილებელია დღეს 21 საუკუნეში ეკლესია მის კანონი მკაცრად გაითვალისწინოს. დროს თქვათ ადამიანი თუ მღვდლობას აპირებს, მან არ შეიძლება მოიყვანოს, აი თუნდაც ახლა იმ ხალებს დავასახელებ. ან განათხოვარი, ან ქვრივი, ან ის რომ ვიღაცის მოსამსახურე იყო. საქმე რაში ახლა სამწუხაროდ ზოგჯერ არის რომ შეიძლება ეკლესიის მაღალი იერარქიამაც პირდაპირ გაიგოს ეს კანონები და მკაცრად ამოქმედოს თავის ეპარქიაში. ნუ ის თავისუფლება მოსილია მას ჩვენ ვერაფერს ვერ დავაძლევთ, მაგრამ
აქ ობიექტურად თუ შევხედოთ, არის თუ არა ეს კანონი სავალდებულოდ გასათვალისწინებელი. დღესდღეობით მე ვთვლი, რომ ეს სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ არის და რატო? ეხლა ამას აგიხსნით ძალიან მოკლედ. რატო აკრძალა ეკლესიამ აი ესეთი სტატუსის ქალებზე სამღვდელო კანდიდატების ქორწინება, ვინც არის განათხოვარი ან ქვრივი სიტყვაზე. საქმე იმაში გახლავთ, ეხლა რახეთ რა კითხვა ჩნდება? ვთქვათ ადამიანმა შეინანა თავისი წარსული ცხოვრება, ჩვენ ხო ვიცით, რომ სინანულის გზით ადამიანს ყველაფერი ეპატიება, გადაწმინდენის კი შეიძლება გახდეს. და რა დააშალა მან იმისთანა, რომ არ შეიძლება სამღვდელო კანდიდატმა ის ცოლად მოიყვანოს, ან თუ ცოლად მოიყვანს, ეს ადამიანი მღვდელი ვეღარ გახდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ ძველი რომაული კანონებით, მე იმიტომ ვამბობ, რომ ჯულის კანონის შედგენილობა უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ძალიან ბევრია ასახული იმ დროის მოქმედი სახელმწიფო კანონების ნორმები. რომაული კანონით სენატორებს, სენატორის შვილებს, ანუ მაღალი წრის რომაელ მოქალაქეებს ეკრძალებოდათ ესეთი სტატუსის ქალებზე ქორწინება. რადგანაც აი ამ ქალებს ეს მეორედ განათხოვარი იყო, თქვა ქმარ-განაშვები, ქვრივი იყო, მოახლე იყო, თუ მსახიობი იყო, კანონის მიერ ჰქონდა სტატუსი მინიჭებული, როგორც ასე თქვათ, ანუ ჩრდილი ჰქონდათ მათ სახელს მიყენებული. და კანონის მიერ აი სენატორებს, სენატურის შვილებს, ან ესეთი მაღალი წრის რომაელებს ეკრძალებოდათ ესეთი სტატუსის ქალებზე ქორწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ესეთი მაღალი რანგის რომაელი იქორწინებდა ესეთ ქალზე, ის კარგავდა თავის პრივილეგიებს. და როგორც წესი, სახელმწიფო მის ამ ქორწინებას ლეგიტიმურად არ აღიარებდა. ანუ კი შეეძლო თანაცხოვრება ჰქონოდათ, მაგრამ ლეგიტიმურად არ აღიარებდა. ასევე მონაქალზეც არ შეიძლებოდა ხო ქორწინება, იქინა გამომდინარე ეწევან რო თქვი მხევალზეც. რატო? რომ მონაქალი თავისი პატრონის დაქვემდებარებაში იყო. შესაბამისად, თუ ის პატრონისაგან არ იყო გათავისუფლებული, მღვდელი, რომელიც მონაქალზე იქორწინებდა, ბავშვი ესეთი წესი იყო, რომ ბავშვი, რომელიც დაიბადებოდა, მამა ან დედა, თუნდაც ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო მონის სტატუსის მატარებელი, ბავშვი ავტომატურად ამ სტატუსის მატარებელი ხდებოდა. და შეუფერებელი იქნებოდა, რომ მღვდლის შვილი ყოფილიყო მონის სტატუსის მატარებელი. იმიტომ აიკრძალა მღვდლებს ესეთი სტატუსის ქალებზე ქორწინება, რადგანაც ისინი კანონით საზოგადოების გარკვეული ფენისათვის მიუღებელი იყო და შეუფერებელი მათზე ქორწინება, მღვდელი, რომელიც თავისი სტატუსიდან გამომდინარე, ყველა ფენაში უნდა ყოფილიყო მიღებული და ავტორიტეტი, ამიტომ ეკლესიამ გაითვალისწინა იმდროინდელი საზოგადოების მენტალობა და აკრძალა მღვდლების ქორწინება ესეთ ქალებზე, რომ ამ მიზეზით მღვდელი უკვე დაწუნებული არ ყოფილიყო საზოგადოების გარკვეული ფენისაგან და უავტორიტეტოდ მიჩნეული. აი ეს იყო ძირითადი, ასე ვთქვათ, მიზეზი, რის გამოც ისინი აისახა აი საკრძალო, რომ მღვდელს რატო არ შეეძლო ესეთი სტატუსის ქალებზე ქორწინება. ანუ ეს ძალიან ფართო თემა, შევეცადე რაღაცა გასე მოკლედ ამეხსნა. და ბოლოს სულიერში რა იგულისხმება, სულიერ წინაპირობებში. პირველი, რომ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა ქრისტიანი ადამიანი და რწმენაში მტკიცე ადამიანი. ადამიანი, რომელიც ნათლობის შემდეგ თქვა რწმენას განუდგა, ან ეჭვი შეეპარა, ან სხვა რელიგიის მიმდევარი გახდა და შეინანა და კვლავ დაუბრუნდა ეკლესიას, მისი კვლავ კურთხევა აღარ შეიძლებოდა. რადგან ეს უკვე რეპუტაცია შელახულად ითვლებოდა, ესე იგი მას სიმტკიცე არ გააჩნია სარწმუნოებაში და მღვდელი კიდე პირველი ამისი მაგალითი უნდა იყოს. სულიერში ასევე იგულისხმება, რა თქმა უნდა, აი რაც წეგან ვახსენე, სექიური ჯანმრთელობაც და სად გვიწერია ეს? ხა ხშირად მეკითხებიან. გვაქვს მოციქულთა 79 კანონი, იქ წერია, რომ პიროვნება, რომელიც ეშმაკეული იყო, მისი ურად კურთხევა არ შეიძლება, მაგრამ თუ ის განიდევნება ეშმაკისაგან და დაწნარდება და გამოჯანმრთელდება და მერე სხვა მხრივ ღირსეული აღმოჩნდება, უკვე მისი ურად კურთხევა შეიძლებოდა. იქ ეშმაკეულებზეა საუბარი, მაგრამ მერე კომენტარებში თქვა, უკვე ამასთან ასოცირებულია ფსიქიკური დარღვევაც. რადგან ეშმაკეულობაც ერთგვარ არაადეკვატურობასთან, არაცნობიერ მდგომარეობასთან არის გაიგივებული და ფსიქიური დარღვევაც იგივე მდგომარეობასთან არის გაიგივებული, ამიტომ ეს უკვე ხელი შემშლელი მიზეზი იყო, რომ ადამიანის სასულიერო გამხდარიყო. და სულიერში შეგვიძლია ასევე შევიყვანოთ განათლება. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ სოფლიო კრებებზე ეს გახლავთ ძირითადად მეტრულის კრების, მეექვსე სოფლიო კრების 19 კანონი, და უფრო მეტად ეს არის ასახული მე-7 სოფლიო კრების მეორე კანონში. რომ მღვდელს უნდა ჰქონდეს საგანგებოდ მიღებული ღრმა სპეციალური განათლება, ну, პირველ ყოვლისა თეოლოგიაში და მერე ზოგადი განათლება. რომ მას შეეძლოს ადამიანებისათვის ღვთის სიტყვის სწორად გადაცემა და სწორად ახსნა. და ძალიან საინტერესოა თუ წერია ბალსამოს, რომ
ვის სამღვდელო კანდიდატის მოვალეობა არა მხოლოდ ის, რომ კარგად შეისწავლოს ეს ყველაფერი, არამედ სწორად გაიაზროს. ანუ ერთია შეიძლება ადამიანს გონება გახსნილი ჰქონდეს და შეიძლება სახარებას ზეპირად ისწავლოს. მაგალითად პროტესტანტებმა უზეპირად იციან, მაგრამ მართლმადიდებლებს ვერ ვახტმევთ, ხო? იმიტომ რომ თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ამიტომ ის რომ სწორად ჰქონდეს გააზრებული, ეს კიდე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, აი ეს ყველაფერი. ეს რაც შეეხება წინაპირობებს და ბოლოს საკითხი და ამით ჩვენ მოვჩებით საუბარს. როდის ხდება ადამიანისათვის ეკლესიის წევრობის შეწყვეტა? სანამ ეკლესიის წევრობის შეწყვეტაზე ვისაუბრებ, მე მინდა მიუბრუნდე ამ საეკლესიო თანამდებობებს. მე გითხრათ, რომ ხარისხი არის სამი: დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. დანარჩენი დიაკვნობაში ეს არქიდიაკონია თუ პროტოდიაკონია, ან გლობაჩი, როცა არის ადამიანი ეკანოზი, ან თუ ხორცინებელია თქვათ იღუმენი და არქიმანდრიტი, ხო? ეხლა სხვადასხვა საკაზი ეს ყველაფერი არის საეკლესიო თანამდებობები თავის დროზე, რომელიც დღეს ჯილდოს სახეს ატარებს. ამიტომ ეს არის საეკლესიო წოდება და არა ხარისხი. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ეკლესიაში, რაც ფიქრობ არასწორია და ალბათ ეს მოსაგვარებელია, იღუმენის წოდების მინიჭება არის არასწორი. და რატო? იღუმენი სიტყვასიტყვით ნიშნავს წინამძღვარს. და მხოლოდ იმ ადამიანს შეიძლება უწოდოთ იღუმენის ბერძნული სიტყვა, ვინც პრაქტიკულად არის ეკლესიის წინამძღვარი ან მონასტრის წინამძღვარი უფრო მეტად. ადამიანი, რომელიც არ არის მონასტრის წინამძღვარი, ესე იღუმენის წოდების მინიჭება ცოტა გაუგებარია. გამოდის, რომ ადამიანს ესე ვთქვათ, ვაჯილდოებთ წინამძღვრის წოდებით, ანუ ცოტა ისეთი გაუგებრობა. ამიტომ ბერძნულენოვან ეკლესიებში უქორწინებელ მღვდლებში ორი სახის ჯილდო არსებობს. არის უბრალოდ მონაზონი და მე პირდაპირ ხდება არქიმანდრიტი თუ აჯილდოებს ეპისკოპოსი. ესეთი იღუმენის ის იმათ არა, ჩვენთან ეს რუსული ეკლესიიდან შემოვიდა და მე ჩვენთანაც, ხა, არა ეს დოგმატური დარღვევა, უბრალოდ მე გაგარკვიეთ საკითხში. როგორც დეკანოზობაში, საბერძნეთში არის ადამიანი მღვდელი და მე ხდება პირდაპირ დეკანოზი. იქ არ არის თქვა ჯერ ოქროს ჯვარი, მერე გამშვენებული, მერე მიტრა, მერე მეორე ჯვარი და ასე შემდეგ. პირდაპირ გამშვენებული ჯვარი ეძლევა და ამით თავრდება. იქ არის ცალკეული საეკლესიო თანამდებობები ისტორიული, რომელიც სიგელით შეიძლება ეპისკოპოსმა დააჯილდოვოს მსახური გარკვეული მოვალეობებიდან გამომდინარე. ასევე ეპისკოპოსობაში, როცა ჩვენ გვესმის მთავარ ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ან პატრიარქი, ეს არის თანამდებობა. აი პატრიარქი პირდაპირ თანამდებობა და არა ხარისხი. და რაც შეეხება მიტროპოლიტის წოდებას და მთავარ ეპისკოპოსის წოდებას, ჩვენს ეკლესიაში ეს პირდაპირ ჯილდოა, ასე ვთქვათ, წოდება თანამდებობების გარეშე. რაც შეეხება ეკლესიის წევრობის შეწყვეტას, სამი მიზეზით შეიძლება მოხდეს ეკლესიის წევრობის შეწყვეტა. ერთი, გარდაცვალების შემდეგ ადამიანი ამ ქვეყანაზე წყვეტს ეკლესიის წევრობას, თუმცა საუბარია მებრძოლი ეკლესიის წევრობას, თორე ის გადადის ეციური ეკლესიის წევრი ხდება. მეორე, სიცოცხლეში ადამიანი ეკლესიის წევრობა დაკარგოს, იმ შემთხვევაში, როცა ის გადაეცემა ანათემას, რომელიც არის ეკლესიის ყველაზე უმაღლესი, ასე ვთქვათ, სასჯელი და ჩვენ წინა შეხვედრაზე ვთქვით, რომ ბევრთვის ეს ასოციირებულა არა. ეს პირდაპირ დაგითხრათ. ანათემა ბერძნული სიტყვა და მას ჩვენს წელს დაღერიცხვამდე, ანუ ძველ აღთქმაში და თქვათ ანტიკურ პერიოდში ორი მნიშვნელობა ჰქონდა. ანათემა არის რაღაცისაგან გამოყოფა. აი მაგალითად რა თქვათ, მიჭირავს ორი კალამი. ერთი ეს არის რკინის, ერთი პლასმასის სიტყვაზე. მე მინდა რომ თქვენ გაჩუქოთ საუკეთესო, როგორც კარგ ადამიანს. ამიტომ მეორე კალამიდან ვირჩევ რკინისას, რომელიც უფრო სიმპათიურად გამოიყურება და უფრო მყარია. აი ამას, რომელიც მე გამოვარჩიე სხვა უფრო ცუდი უვარგისისაგან, ამას ქვია ანათემირებული. ანუ გამოყოფილი, თუმცა კარგი გაგებით. და შეიძლება ეს რაღაცა, ას პლასმასით შეიძლება იყოს ანათემირებული, თუმცა ცუდი გაგებით, როგორც უარყოფილი. აქედან გამომდინარე, ანტიკურ პერიოდში ორ დატვირთვას ატარებდა ანათემირებული საგანი. ან დადებით, აი მაგალითად, სხვეპლას შესაწირად რომ იქონდათ სკვარი, ძროხა ან წვიმველი, ის ანათემირებული იყო, დადებითი გაგებით, როგორც ყველაზე საუკეთესო გამორჩეული დანარჩენი, თქვათ, ფრინველებისა და ცხოველებისაგან. ამ პირიქით, ადამიანის მოკვეთა ტომიდან, სოფლიდან, ის უარყოფითი ქმედებების გამო. ესეც ანათემირებული იყო უარყოფითი გაგებით. ახალ აღთქმაში ცალსახად უარყოფითი გაგება შეიძინა და ეს პირდაპირ მოკვეთასთანაც არის ასოცირებული ეკლესიისაგან და როდის მიმართავდა ეკლესია, ეს არის უკიდურესი ზღვარი ეკლესიის სასჯელის, როცა ადამიანი თავისი ძირითადად ეს წვალებლობის, ანუ ერესის გამო ხდებოდა ადამიანის მოკვეთა ანათემირება, რადგან ის უკვე არა მარტო თავის თავს, არამედ მთლიანად ეკლესიის სხეულს აყენებდა ზიანს. და შესაბამისად ეკლესია
ორი მიზეზით მიმართავდა ქმედებას. ერთი, რომ ეკლესიის სხვა წევრები დაეცვა აი ამ ადამიანის მავნე გავლენისაგან და თვითონ იმ ადამიანისათვის, ვინც ანათემას გადაეცემოდა, ეს იყო ბოლო, ასე თქვა, საშუალება მისი სინანულში მოსაყვანად. როცა ის დაინახავდა მართლმოკვეთილი ეკლესიისაგან და მასთან არავის კავშირი არ აქვს და თვითონ ერთ ერთი საეკლესიო უფლებით ვეღარ ისარგებლებს, იქნება და ამას მოიყვანა სინანულში. ოღონდ ანათემა ძალმოსილია, ასე რომ მინდა იცოდეთ. აი ზოგი არის მღვდლები იწყებლებიან, ხა გაგვიგიას. ეს აბსოლუტურად სერიოზული დანაშაულია და არ შეგეშინდეთ. მღვდლის წყევლას არანაირი გავლენა არ აქვს ავტომატურად, ეს რო იცოდეთ. ეს მისთვისაც სუდი. ანათემის უფლება მოსლება გააჩნია ეპისკოპოსს. თუმცა ეს არ არის წყევლა, ეს არის განაჩენის გამოტანა, ანუ კონსტატაცია ფაქტის, რომ ეს ადამიანი აღარ არის ეკლესიის წევრი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ეპისკოპოსის უფლება მოსილება, ლეგიტიმურად ეკლესიამ აღიარა მხოლოდ ის ანათემები, რომლებიც კრებსითაც იქნა დადასტურებული, ანუ ადგილობრივი ან მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. ცალკეული ეპისკოპოსის ანათემებიც კი არ არის ლეგიტიმურად აღიარებული, იქნა გამომდინარე, რომ შეიძლება ეპისკოპოსმა თავის პირადი შეხედულებიდან არასწორად მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამით რისი თქმა მინდა, რომ ადამიანი ანათემერებულად რო ჩაითვალოს, თვითონ უნდა იყოს ამის მონაწილე, ანუ რეალურად ამას უნდა, ანუ თვითონ უნდა ქონდეს ღმერთთან კავშირი დაკარგული უკვე. და ეკლესია ამის კონსტატაციას ახდენს. თუ ადამიანი არაობიექტურად არის ანათემერებული და ამის მაგალითები ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, ეს მის სულიერ ხვედრზე გავლენას არ ახდენს, ანუ მის ცხონებაზე. მაგალითად, ოქროპირი ანათემერებული გარდაიცვალა. ეს არ ნიშნავს, რომ ის მანამდე ვერ ცხონდა ან წმინდანი ვერ გახდა, სანამ ეკლესია არ მოუხსნიდა ანათემის სტატუსს. ეს ეკლესიას თვითონ დაჭირდა ბოდიშის მოხდა მასთან, თორე ეს მის ხვედრზე არანაირ გავლენას არ მოახდენდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ანათემერებული ადამიანი სანამ ცოცხალია, თუ ის შეინანებს, ხდება მის ეკლესიის წევრად მიღება და აღდგენა ეკლესიის წევრად და გარდაცვალების შემთხვევაშიც კი თუ ეკლესია აღმოაჩენს, რომ არაობიექტურად იყო ადამიანი ანათემერებული, გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება მისთვის ამ სტატუსის მოხსნა და ჩვეულებრივ საეკლესიო დიპტიქში ან მოსახსენებელში მისი აღდგენა. და აი ეკლესიის წევრობის აღდგენა ხდება სინანულის გზით, ანუ აი ორ გზით. ერთი, რომ თვითონ ანობს ადამიანი, ან გარდაცვალების შემდეგ გაირკვევა, რომ ეს ადამიანი არაობიექტურად იყო ეკლესიისაგან მოკვეთილი. ესეთი შემთხვევით სამწუხაროდ ყოფილა. და ეკლესია უფრო მოსილია, რომ მისი ეს სახელი აღადგინოს საეკლესიო მოსახსენებელში. ხო, ასევე ერთი ის გამორჩა, რომ აი მღვდლის ფიზიკურ იმაებში, ნაკლოვანებებში კიდე რა იგულისხმება? თვით ზიანის მიყენება. აი ჩვენ გვაქვს მოციქულთაო 24 კანონები, სადაც საჭურვისებზეა საუბარი, ანუ თვით კასტრაციას ვინც იტარებს. ოღონდ რა არის ახლა საქმე რაშია, რომ იქ უშუალოდ ამ კონკრეტულ ქმედებაზეა საუბარი, როცა მამაკაცი თვით კასტრაციას იტარებს და მისი ყრილობა არ შეიძლებოდა როგორც პოტენციური თვითკულელი და საკუთარი ბუნების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამ ბერძნულ ტექსტში ესე პირდაპირ ერთ კანონში კი არის პირდაპირ საჭურისობა, ანუ თვით კასტრაცია მოიაზრება. და შემდეგ კანონში წერია საკუთარი თავისათვის ფიზიკური ზიანის მიყენება. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ ამ კანონებში იგულისხმება არა მხოლოდ ეს ერთი ქმედება, როცა ადამიანი თქვა თავს საჭურისებს, ანუ თვით კასტრაციას იტარებს. არამედ ზოგადად თუ ადამიანმა ფიზიკური ზიანი მიაყენა თავის თავს, მისი ულადკურთხევას არ შეიძლებოდა. ორი მიზეზით. ერთი შეიძლება ეს კიდევ მის რაღაცა ფსიქიკურ არამდგრადობაზე მეტყველებდეს, პოტენციურ თვითკვლელობაზეც მეტყველებდეს და ზოგადად საკუთარ თავში, ანუ ფისხატება შეურაცხო. და ეს ისეთ რეპუტაცია შემლახველად ითვლებოდა ადამიანისათვის, რომ ეხლა რა თქმა უნდა ესეც გამონაკლის და ეკონომიას ექვემდებარება, თუ ეპისკოპოსმა საჭიროდ ჩათვლა და ეს ადამიანი მას გააცნობიერა და გამოსწორდა, მაგრამ ფიზიკური თვითზიანი ითვლებოდა ხელში. და არსებობდა ასევე ეკლესიაში ქალების თანამდებობა პრესვიტერიადები ერქვა, რომლებიც ადრეულ ეკლესიის პერიოდში ვინ იყვნენ ეს პრესვიტერიადა. სამწუხაროდ გულისწოლებს უძახიან პრესვიტერიადებს, ესეც არასწორია. და არც ფოფოდიაც ცოტა თონო შეიძლება დავარქვა. მოკლედ, ეხლა მე რაღაცა ჩემი აზრი მაქვს. პრესვიტერიადები ვინ იყვნენ? ესენი არ იყვნენ გათხოვილი ქალები, ეს იყვნენ უკვე თქვათ ეს ხანდაზმული ქალები ეკლესიაში, ან ქვრივები, ან ქალწულები, ვინც ხალხს განსწავლიდა ეკლესიაში. და ლაოდიკის კრების მე-11 კანონით აიკრძალა აი ამ ქალების ინსტიტუტი. და რა მიზეზით, რომ ეკლესიაში სადაც მასწავლებლად დადგენილია ეპისკოპოსი და მღვდელი,
იქ არ შეიძლება ქალი იყოს მასწავლებელი. ნუ ცოტა ესე თქვა დისკრიმინაციულად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ნუ თანამდებობრივად ესეა დადგენილი, რომ ქალთან ერთად მამაკაციც მოიაზრება, რომ ეკლესიაში დლის და ეპისკოპოსის გარდა არ ვინ არ შეიძლება იყოს მასწავლებელი. რა თქმა უნდა, აქ არ გულისხმობთ, როცა შეიძლება ქალიც ან მამაკაციც რაღაცა თქვა პროფესორია თეოლოგიის ან კონკრეტული მიმართულების და შეიძლება იქ ლექცია წავაკითხოთ ან რაღაცა. ეს რა თქმა უნდა მასში შეზღუდული არ არის. იქ უფრო ყურადღება გამახვილებულია ესეთ სტატუსზე, რომ ეკლესიაში ესეთი სტატუსის ქალები აღარ უნდა იყოს. მოკლედ, მოდი მე აქ შევჩერდები, ძალიან რო არ გადაგყავოთ ჩემი ლაქლაქით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მოკლედ შეგვიძლია კითხვა-პასუხების რეჟიმზე გადავიდეთ და მით შევასოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.